ეხლა გამახსენდა ეს მალხაზბადა და ეს ყველაფერი იმ ბუნკერზე რა, ეს სალიზარი ის არის სიტუაცია ეს. ამას დოულაკეთია, სულფური სიტუაცია, მაგრამ როდესაც ვიღაცა აი ბუნკერს კითხულობს, ოროტება არის ის რომ რა ნიშნის მოგებამად, ხელა საფარის უწოდო ატაროს, მაგრამ ის იყო იბერიის ჯგუფი იყო. ტიპოგრაფიაში შევადნენ ჟანდარმებიანი პირველად მაშინ ამოშდნენ 2004 წელი იყო, მგონი ახალი დირექტორი ოქროაშვილი იყო და ისაკებოდნენ მაშინ ტიპოგრაფიის მუშები, რომ პრაქტიკები არისო ჩასული ფაღებავები. ტიპოგრაფიულ მანქანაში 60-80,000 დოლარი დედა ეს მანქანა. და გახმებოდა, მანქანა იქნება გადასარგებელი და სულ ჩააყალეს შიგნით ფაღებავები. აი როგორც თქვენ ბეტონი ჩაგიყვარეს ბუნკერში, ისე ევროპა აი ჩართულდა ველდება ევროპა რატო აი ამას რა ხალხობა ტოტალი ვარ ეს ყველა აუხსნეთ ითუმეტეს ხალხი და ფამილიის მეგობრობა ჩვენ ესეც თავიზითო პარაზი არის და ამოხდა ეს პატარა ქიბანი თუ ედული იყო ოქროაშვილი რა იმ ოქროაშვილს ეთქვა კაგები კაკანა მიიჩნე და აღარ გავხდეთ მეგობრები ანუ აფიც რაღაცა ეს და არა ნორმალური სიტუაცია ქვეყანაში და რეგულარული სტაბილიზება თხოვეს დიდი ამინი აკეთებდა ჩემი ის ნაცვლად უნდა გავწევდო და ხოლმე დახვალ აღარ დონეზე აი ბუნკერმა რა დააშა აი ბეტონმა რა დააშა ამას ის როგორ დაანეს ის საღებავები ჩაუყარეს იქა ეს ტიპოგრაფია ვერი კომენტარი რატომ დაიწყე ეს და როგორ გადაწერა სახელმწიფო დანაშაული. სახელმწიფოს მინოთ, აი სახელმწიფოს მინოთ არის დანაშაული. 5,000 კაცი. 4 კომპანიაში 5,000 კაცი დაყენეს უშუალოდ. 5,000 ადამიანს ჰქონდა ღირსეული სამსახური. იყო ყველა აბსოლუტურად დაზღვეული. სამეცნიერო დაზღვევა ჰქონდა ყველა. მინიმალური ხელფასი იყო 1000 ლარი ჩვენ გვქონდა. ახლა ძირითადად მუშაობდნენ ახალგაზრდები. ყველა ასაკიანი გახდეს ამ კომპანიაში. ყველაზე ასაკიანი ქვეყანა ხელისუფლება რო დაუშვებს ამას 5,000 კაცს გააჩერებს 5,000 სამუშაო ადგილი ამას მწერი ვერ გააკეთებს აი ეს ხალხი ვის ამას აკეთებს ეს ჯგუფი ეს არის სახელმწიფო დამნაშავეები ამას მოვა დრო რო აგერენ ისინი პასუხი უღარეს ის არის პრემიერ-მინისტრი არა ბოდიში ფინანსთა მინისტრი იხადნებოდა რომ ეხლა ჩვენო 10 მილიარდ შეკელს გამოყოფდა და 10,000 სამუშაო ადგილს შევინახეთ შევქმნითო გადავიაროთ ეს ფინანსები ისარი 5-6 მილიონი კაცი არის ასე პრობლემა არა 10,000 სამუშაო ადგილი გამოყოფდა რომ აი ჩვენ 10,000 გავხსენით და გადარჩება ის 5,000 დღეში ვაჩერებ საქართველოსთვის რომ 5,000 სამუშაო ადგილი გააჩერდა სახლებში გაყრიან ხალხი ის თქვენ ნანახი გაქვთ თქვენ ტელევიზიამ გადაიღო შეცვლიდნენ ტრიგაში როგორ იცავდა ეს ხალხი თავის სამუშაოს როგორ უნდოდა თავის სამუშაო დაეწყო ვერ მოახერხეს ეს ვერაფერი მოდი ვაყურებელი შეხვედრა და ბოლოს არის იყო გისმენ დიახ ეთერში ხარ ბატონო დავით დიახ ამათო თქვენი ერთგული მაყურებელი გახლავართ დიახ ბატონო გისმენ უბრალოდ ძალიან იმედგარსრებული გავჩი იმედის რადიო იმედზე რო იყო დღეს სუგელიანი ერთადერთი დადებითი მუხტით ვიყავით განწყობილი მისიმაც და ხო რადიო უცნაურში ბოდიშით აი ერთადერთი დადებითი მუხტი რომელიც გაგვაჩნდა ამ პიროვნების მიმართ საერთოდ წაიშალა ნუ რა აზრდილობაზე იყო მას ლაპარაკი და კითხვებზე პასუხის გაცემაზე იყო მეტი არაფერი ხო რა იყო ეს რა უბედურება იყო მოკლედ არ ვიცი რა აი გავაბა რატომ ისეთი ხო არა მის რომ მაინც ასე თუ ისე მის მიმართ ძალიან ისე ცოტა დადებითი მუხტი მაინც არსებობდა და ხელისუფლების ნაწილია ხელისუფლება დიალოგი არ უყარ მონოლოგი უყარ მარტო კი ბატონო მაგრამ მაინც რა ვიცი აი ძალიან გაუგნებული დავჭი და ძალიან აი არ ვიცი რა ვერ ვფარავ შემახსოვდება და მადლობელი ვარ რომ არსებობს რა მადლობა ნუ გიკვირს ნუ რა ვიცი კაცო ნუ რა ვიცი ნუ გიკვირს შეთა ხოდაში არა დიალოგი მოსყენა რა სიკეთის და რაღაცა სიყვარულის გამოვლენა ამერეღა 5,000 კაცს მოუჭრეს არჩევ საბადოზე ეხლა ჩვენი რეჟიმი არის ძალადობაზე დამყარებული და წყურზე წყურზე აკვაშერებ იკვაშერებ ამის ეხლა ხალხმა მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვალეს და პრინციპში კარგი საქმე გააკეთეთ შეიძლება წლები გავიდეს და ვინმე იტყვის იცით რომ ესე
შიშები და ლაჩრებისთვის იყო ქართული ბიზნესი და თუნდაც ის ახლა ალბათ სფერო გამოყვანილი და ლაშქარობა ეს ნიშნავს რომ არ უნდა შეეღო ადამიანი ბოროტებას პატა მასალეონებით მიხარია რომ ეს დაუღალავად იბრძვის იმისთვის რომ სამართლებრივი სისტემა ბოლომდე ამოწურდა რომ აჩვენოთ როგორი მართლმსაჯულება გვყავს ჩვენა და ეს ერებაზე და რაღაცეებია თოდვალონზე რა დღეში და რა ყოფაში აიღებდნენ გადაწყვეტილებებს. თავად ეს ფაქტი არის უზნეობა, რომ მეგობრობის გამო ჟიან ბატონ ხიბარხალაშმა ვინმე სოძელავას უსმენი გუში რადიოში. აიო ხიბარხალაშმაო გადამალაო ქონებაო და ამიტომაც წავდევნა ამაზეო. გარდა იქეოდა დაგეთვალა გაბეზომა და 5000 კაცი არ მიგეტოვებინათ 2000 წელს უმოყმაყუროთ. ბოროტებას აყვავს ესაა ძალმომრეობა, ეს არის ესე ვთქვათ, რაღაც ფაშინერება და მე მიხარია, რომ ამალხალოსაზე ინტერნაშნალ ბილდინგ კომპანიის მსგავსი ფირმის ხელმძღვანელი და მისი მსგავსი ბევრი არ არის საქართველოს, ვინც აპროტესტებს ამას, აპროტესტებს ძალმომრეობას ბიზნესის წინააღმდეგ. რა მოხდა, რომ ხიბარხალაშის რაღაც ჯგუფის ერთ-ერთი სეგმენტი არის ის ხო პროდუქციას ქმნიდა ეს პრიზა ხო ქმნიდა პროდუქციას და ბეტონს ასხამდა იყიდებოდა ხომ რატომ უნდა შევეცვალოთ მასწერი მე სოლიდარული ვარ და მე გულწრფელად ვერ ვიტანოდესაც ბიზნესს ჩავევლე საერთოდ დაჩაგრა არის დიდი ბოროტება ამ ბოროტებას თქვენ გაუზარიანდით და მე მოხარული ვარ რომ ჩემი ეთერი თქვენ დღეს აი ამ იდეით ესე ვთქვათ გაამბიძრეთ რომ არ უნდა შეუვლიძე ბოროტებას მალოთ მომდანი ჩვენთან პატა სალიან აჯგუფის ადვოკატი მალხაზ ოსტაძე ამ ერთ-ერთი აჯგუფში შემავალი საწარმოს ხელმძღვანელი ეს ადამიანები აპროტესტებენ ძალადობას ქართულ ბიზნესზე მალოთ ვისმენთ გავველოდეთ საინფორმაციო შემდგომ ბატონი აკაკი ასათიანი და თქვენი მონამორჩილი კვლავ დაგაყარეთ ეს საათი მალოთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო და მინდა გითხრათ სანამ ჩვენ თულმას არ მოგიდგენთ ერთი განცხადება მაგასაკეთებელი გუშინ ჩვენი გადაცემის ეთერში გავიდა ფილისამაგური SMS-ი ქალბატონი მაია გერგედავას მისამართი როგორც წესი ჩვენ ეთერში არ უშევს ასეთ SMS-ებს რომლებიც ილსამებენ კონკრეტულ მოქალაქეებს და არის აშკარა პირადი ანგარიშსწორება ტელეკომპანია კავკასია და პირადად მე ბოლის უხდით ქალბატონ მაიას ამის გამო ატელემაყურებელს გიხოთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს ეთერს პირადი ანგარიშსწორებისათვის, ჩვენი ეთერი ღია თქვენი ნებისმიერი მოსაზრებისათვის, თუმცა არა ფილისამებისთვის. საბეჭდებით გთხოვთ, მსგავსი რამ არ გააკეთოთ, ელემენტარულად მე რო დღეს ბოდიში მოუხადე ქალბატონ მაიას, ეს რო არ გამეკეთებინა, წესი და რიგით ჩვენ იმ ყველა SMS-ის ტელეფონი იწერება და სასამართლოსთვის უნდა გადაგვეცა ესა და საკმაყოფილდით იმით, რომ ქალბატონი მაია თანახმარით არ გააგრძელოს სასამართლო დავა ადრესატთან და ჩვენს ანონიმურობას ვკითხებით ყველას რომ შევინახავთ მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს ქალბატონო მაია მე ოფიციალურად გიხდით ბოდის რომ ესეთი მასა ტექნიკური პრობლემა მოგვიდა რედაქტორი შეუძლოდ გახდა და ტექნიკური პერსონალი იჯდა თულხელის და გამორჩა უნდა გვაპატიოთ ბოდის გიხდით თუ კი თქვენი ესე ვთქვათ პატივი და ღირსება დაკმაყოფილებული იქნა, მე შემიძლია მოვიდე თქვენთან სახში გესტუმრები და ოფიციალურად თქვენ ოჯახს ბოდის მოუხდი, გვხვდებით ძალიან გულწრფელად რომ მოვალ და ბოდის მოგიხდით თქვენს ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს და მეტი მსგავსი რამ აქ არასოდეს აღარ გავა. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი აკაკი ასათიანი, დიდი მადლობა ბატონი აკაკი მოგზაურობისათვის, არის შემოდგომას გასულსვენა ახლავდა. ისე გახშირდა განცხადებები რომ პარტიას ხნიოთ, ეს გავიგეთ თურმე ნოღაიდელის ხნის პარტიას და თქვენი აზრი ისე საბეჭდილება მრჩება რომ რაღაცა დიადი გაზეთების ფაზაში ვარ, ცოტა არის ის 186 პარტია, კიდევ ემატება 200 პარტიას, ეს თუ წაიკითხეთ ამის ეს განცხადება და მე გაფიქრეთ, ეგრეთ ყველაფერს მოვიდოდ დაბადებიადგა რაღაცა თუ კი კანონიერად ასწავლაო და ნუ ლეგიტიმურად ანუ არჩევნების ხელისუფლება რევოლუციისას კი უკრება ეს ადამიანი და რა ხდება ჩვენთან
რა პოლიტიკური გზა მოხრები არის და აი ნუ ალბათ არის თუ ყველას უკვე აპრიორი გონია რომ რაღაცა უნდა გასულდეს როგორ ამბობდა მაქსიმე ტიპოვის ბენინი რომ ამბობდა ზემდრომებს აღარ შეუძლია სისტემა